აღმოჩნდა, რომ უკრაინისგან განსხვავებით რუსეთი უფრო მიდრეკილია მოლაპარაკებებისკენ. ეს უნდა ვაღიაროთ. თუ კი უნდა გადაწყდეს ტერიტორიული საკითხები, ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი თითოეული კილომეტრის და მეტრის გათვალისწინებით. ვისი სამხედროები უნდა იყვნენ და ვისი არა. წვრილ მანებამდე ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი. ვოლოდია ზელენსკის ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ახლა არ დავიწყებ მის გაკრიტიკებას. ერთხელ ომის დაწყებისას ვურჩი როგორც უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა და შესაბამისად ეს 28 პუნქტიც არ იარსებებდა. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. უკრაინას რომ მინსკის შეთანხმება შეესრულებინა, ომი არ იქნებოდა და უკრაინა იმ საზღვრებშივე იქნებოდა, რომლებშიც სურს, ანუ 1991 წლის. თუმცა, თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზღვრებში გააგრძელოს არსებობა, მინდა მას კი არ ვურჩიო, რადგან ალბათ ჩემზე უკეთიც ის ვითარების შესახებ. არამედ ვუთხრა. ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. საჭიროა შეთანხმება. არ არის საჭირო მოლაპარაკებების პროცესის გაწევა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ შეინარჩუნო ის, რაც გაქვს. შენ კი გაქვს ყველაფერი, სხვაზე გასასვლელიც, ოდესაც შენია, მიკოლაევიც. ერთ მშვენიერ წუთას კი შესაძლოა შენი აღარ იყოს. ამიტომ საჭიროა ყველაფერი აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.